მე რაღაცა სატელეფონო ლაპარაკიც კი მახსენდება, რომ მაშინა იცოდეო, რომ ყველაფერს ელოდნენ. მაგრამ სათვალო და ამას მოყვა ეს სიუჟეტი. და ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ელიავას ბაზრობისა და ზარალას საქმესთან დაკავშირებული. არსებობს კიდევ ერთი ვერსია. ის უკვე ზარალას სხვა ბიზნესს უკავშირდება და ამ ინტერესებში, როგორც ამბობენ, იკვეთება პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიას ძმის გოგლიკო ჟვანიას სახელი და გვარი. ძალიან მოხარული ვიქნები თუ რაიმე ოდნავ უფრო დასაბუთებულ ინფორმაციას დაეკნობა თქვენ შეკითხვა. მე არა მარტო არა მაქვს ინფორმაცია, უნდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად შეურაცხყოფილი ვარ თქვენ შეკითხვით. ანუ ზურაბთან დატაკება მაშინ არ იყო ძალიან სტიული სიტუაცია ეროსის მხრიდან მას გარკვეულწილად ალბათ ზურგსაც უმაგრებდა როგორ ფიქრობ შენ იყო მაშინ ეს სიტუაცია არ ვიცი ხა მიუხედავად იმისა რომ დღეს ლაპარაკობენ იმას რომ მედია თავისუფალია თქვენ ხო შეგიძლიათ რომ ილაპარაკოთ მე კი შემიძლია რომ ვილაპარაკო რა ღამის 2 საათზე ვილაპარაკო საკანში შეიძლება შემიძლია მაგრამ ის რომ დღეში 5 ჯერ საინფორმაციო გამოშვება საუკეთესო დროს, საუკეთესო გავრცელების გზებით. მასირებულად მიდის და არის ისევ ხელისუფლების ხელში, ეს არ არის რეალურად თავისუფლება. მე გახდებოდი მე მალამდე მაშინ მე ახლა ბუნებრივია ამას არაფერს არ დავმალავდი, აქ პრემიერ-მინისტრი გავხდებოდი და სააკაშვილი იქნებოდა დიდი ხანია უკვე პრეზიდენტი. ხენეზურეს მეგობრობა დაკავშირებდა დიდი და ეხლა დაუშვათ მე დარწმუნებული ვარ რომ შენ რაღაც ფიქრის მერე მიიღე გადაწყვეტილება და პირდაპირ არ დათანხმდი დაუშვათ ხო? ზურას დაღუპვის შესახებ, მკვლელობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მინიშნება რაღაც საფუძვლიანი ეჭვი, ახლა ბუნებრივია დავთანხმდებოდი და მთელი პერიოდის განმავლობაში როდესაც მიდიოდა გამოძიება, ყველანაირ ვერსიას ვიშველავდი. და მე ყოველ შემთხვევაში ვიმჟერებ მხოლოდ იმის მიხედვით თუ თქვა რამე კონკრეტული საფუძვლიანი ეჭვი მექნებოდა. FBI-ის ლაბორატორიის დასკვნაში მოცემულია ცხრილი, თუ როგორი ფიზიოლოგიური ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ჰაერში ჟანგბადის პროცენტულმა კლებამ ადამიანის ორგანიზმზე. ტესტირების დროს ჟანგბადის პროცენტული რაოდენობა 20.4%-დან 18.4%-მდე შემცირდა, რაც ცხრილის მიხედვით მხოლოდ უსიამოვნო ფიზიოლოგიურ შეგრძნებებს იწვევს და სიკვდილის მიზეზი ვერ იქნებოდა. არ ვაგებ არავის კონკრეტულად ხელს, მონებრივი არც არავისკენ თიც არ ვიშვი რომ ამჟამად ასე იყო, მაგრამ ერთი რამ ნათელია ეს ჩემი ეგრად როგორც პოლიტიკოსის ვალდებულება არ არის ხოლმე, როგორც პოლიტიკოსიცაც ეს არის ჩემი ვალდებულება, ჩემი მეგობრის ხსოვნის წინაშე, მინოსთან ბავშვების წინაშე რომ ეს საქმე საფუძვლიანად დეტალურად იქნას გამოძიებული, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ხო, არ ვიცი, შეიძლება ან მე მესმის სხვანაირად ეს არა, მე სხვანაირად მესმის, მინდა გითხრა რომ ან მეგობრობა მესმის სხვანაირად, ან რა ვიცი, ხა პრემიერ-მინისტრი იყავი და ქონდა ხა გარკვეულწილად ბერკეტები იმისი რომ დაუშვათ აქედან დამოუკიდებელი გამოძიებით თუნდაც ამით თუნდაც იმით არ იკეთება საქმე არის ხურება რატო არის ხურება გისმენ მესმის გოგა მესმის შედეცი ხა ვისმენ ზურას მეგობრების განმარტება ზურას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთი მარტივი კითხვა იბადება და ზურასაც ეგ მინდა ვკითხო. კი მაგრამ 4 წლის განმავლობაში თქვენ კაი მამიშვილებო, როგორ ვერ გაარკვიეთ იმ სახში, იმ ღამეს გაზი იყო თუ არ იყო? ჩვენ ხო ვიცით რომ გადაკეტილი იყო და გაზი არ მიეწოდებოდა იმ სახს. აი ამ კითხვას შემოკარგო პასუხს რო გასცემ, მე დამთავრდა გამოძიებაც, მეგობრობაც, სამშობლოც სიყვარულიც და ყველაფერი. იმდენი რამე ითქვა, იმდენი რამე გაკეთდა, იმდენი რამე გადაიღეს. კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ აჩვენეს, რომ ოთახში გაზის სუნი იდგა და გაზის შიშინი ისმოდა. ამ დროს ეგრეთ წოდებულ კონსპირაციულ ბინაში მყოფ ადამიანს არ შეეძლო გაზის შიშინი გაეგო და სუნი ექცნო, რადგან გაზი 1 საათის გადაკეტილი იყო. ოთახი გატეხილი ფანჯრიდან მიავდებოდა. და სუნს იქ მყოფი ადამიანი იმიტომაც ვერ იგრძნოდა, რომ ნახშირბადის მონოქსიდი უფერო, უსუნო გაზია. აი ამ სიტუაციებში ყველაფერში ტრიალებდით თქვენ, შენ როგორც პრემიერ-მინისტრი, ესენი როგორც პარლამენტის წევრები, აი თუნდაც ის ბინძური ჭორი, რომელიც აგორდა, ყველაფერში თავი დავანებოთ. საშინელი ბინძური ჭორი, რომელიც აგორდა, ამაზე მაინც გაეკეთებინათ კომენტარი, ამაზე მაინც გაგეკეთებინათ კომენტარი. ეს ხო არის, ეს ხო ნამდვილად იცოდით რომ ეს ესე არ იყო.
რატომ გაგვეკეთებინა კომენტარი იმაზე რაც არის. არ არის ეს რაც არისო იმაზე კომენტარი იყო იმაზე გაკეთებული რომ ზურაბჯვანიას დააბრალეს ისეთი რაღაცა და ისეთი რაღაცა მკვლელო და ისეთ ადგილას და ზურაბჯვანიას ვერაფერს ვერ დააბრალებს ზურაბჯვანიას ვერაფერს ვერ დააბრალებს და საზოგადოება თუ დადგება და ოჯახი მოწოდების სიმაღლეზე ამბულად ვერ დააბრალებს და მეგობრები რო არ დადგენ მოწოდების სიმაღლეზე მაგი გამოჩნდა ოჯახი მოწოდების სიმაღლეზე იდგა ყოველთვის და მეგობრები ოჯახი იდგა მეგობრები არ მდგარან სანამ ყველა კითხვაზე არ გაეცემა პასუხი ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული არ იქნება სანამ ისეთი ხელისუფლება იქნება როგორც ამ 4 წლის განმავლობაში იყო ამ კითხვაზე პასუხი არასდროს არ იქნება გაცემული მინდა გითხრა რა შესაბამისად კიდევ 4 წლის დაველოდებიდან კიდევ 5 წლის მე ჩვენ საზოგადოება ვერ დაელოდება ვერაფერს შენ თუ დაელოდები შენ შეგიძლია დაელოდო მე იმას ამბობ რომ ეს ხელისუფლება არ უნდა იყოს კიდევ 4 წლის განმავლობაში ეს საკამათო საკითხი არ არის და ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც ამას შეცვლის დარწმუნებული ვარ შექმნის ესეთ პირობებს თუმცა გამოძიება ბოლომდე მიიღო ძალიან დიდი პერიოდი გქონდა შენ პირადად და შენ პირადად დღეს ჩემი სტუმარი რომ ეს სიტუაციები თუნდაც რაღაცნაირად შეფარულად გამოძიებული ყოფილიყო მაესტროსთან დაკავშირებით რაც ესე ვთქვათ ოპოზიციაში გადმოხვედი და აღარ იყავი ხელისუფლების წარმომადგენელი აი მაესტროზე გინდოდა რაღაცნაირად ინვესტიცია გაგეხორციელებინა და მაესტროზე ინვესტიციის განხორციელება მაესტრო ეძებდა ინვესტორს ხო მაესტრო ეძებდა ინვესტორს ხო კონკრეტული საუბარი ადრე იყო ლაპარაკები პირველ დღეს რომ დაუშვათ მე არ მაქვს არანაირი კომერციული ინტერესი და ეს დაუშვათ ეს მაესტროს სიხშირეში მე შენიძახი რომ ხალხსაც კი შემიძლია მივწეო და ხალხსაც კი დაუშვათ საზოგადოებაში გავყიდო ეს მისი აქციებიო და მეორე მესამე დღეს დაკითხვაზე არ ვარ მე მგონი მოწვეული არა დაკითხვაზე არ ხარ მე რაც არის რაც არის იმას ვამბობ მე ესე იგი მე არ მოვსულვარ მაესტროში ინვესტიციების განსახორციელებლად მაესტრო მოვიდა შენ დაუშვათ კარგი დაუშვათ კი ასე ხო კარგი მეორე ნაწილი ამ საკითხის არის ის რომ ბუნებრივია ინვესტიციები ერთი მე თვითონ არ უნდა გამეხორციელებინა მე მაგდენი ფული მაესტროსაც სჭირდებოდა არ მქონდა საუბარი იყო იმაზე რომ ჩვენ შეგვეძლო ამ თანხების მაესტროში მოზიდვა ეს მეორე ნაწილი და ალბათ ამის შესახებ შენ საქმის კურსში ხარ ალბათ იმიტომ რომ იციალოთ და იციგარო და ალბათ კი არა და ნამდვილად ვინც ხომაწილებდა ამ მოლაპარაკებებში მე მესამე ახლა ბუნებრივია ინვესტორი ინვესტიციებს განახორციელებდა მაესტროში იმ შემთხვევაში თუ ფინანსურ ნაკადებზე ექნებოდა სრული კონტროლი და არა რაღაც სხვა პირობებში ეს სამი პრინციპი კითხვა მდგომარეობს იმაში შენ თავიდან ამბობდი იმას რომ შენ არავითარი ინტერესი არ ქონდა და ეს აქციები შეიძლებოდა ხალხისთვის გადაგეცა და შემდეგ ამბობდი რომ შენ ქონდა 75%-ის მოთხოვნა ეს ორი მე არაფერს არ ვამბობდი კიდევ ერთხელ მეორე ინვესტორს რომელიც ფულს ჩადებდა მაესტროში აბა თავიდან რატო იყო არაკომერციული შენთვის ეს და არამომგებიანი და არ გაინტერესებდა როგორც ბიზნესი ეს პროექტი მაესტრო იქნებოდა მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში და იმ გარემოებაში რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი კარგი ტელე არხი ხო და 75% მე უცბად რაღაცზე მოითხოვეთ ხო მაგას მე არ მომითხოვია მეთქი ინვესტორი ფულს ჩადებდა $5 მილიონ მაესტროში ისე რომ არ ექნებოდა კონტროლი ფინანსურ ნაკადებზე $5 მილიონ მე საიდან მოვიტანდი მე საიდან მქონდა $5 მილიონ აი არ შენ იძახდი რომ დაუშვათ შენ ბიზნესით შემოსული რაღაც გარკვეული თანხები გქონდა ხო რატო არ ჩემი შემოსავლები მქონდა მაგრამ არა $5 მილიონ და მე არ კონტროლებია შენი შემოსავლები კი ბატონო სხვა კითხვაზე გადავიდეთ აი 7 ნოემბერი იყო და 7 ნოემბერს იყავი შენ პრემიერ-მინისტრი ნუ თუ როგორ გადაწყვეტილება როგორ იქნა მიღებული ამ 7 ნოემბრის დარბევის შესახებ ვინ მიიღო ამის გადაწყვეტილება 7 ნოემბერს ახლა იქ დარბევაც არ მომხდა სულ 20 კაცი დარჩენილი გახსოვს ალბათ ის დღე კარგად და მოვიდნენ პრაქტიკულად პოლიციაც არ ყოფილა რამოდენიმე ესე იგი ჯგუფი ადამიანების და პრაქტიკულად ეს თემა იყო კიდე თქვათ დარბევა და თქვათ ამბები მე იყო მოყოლები პრაქტიკულად დარბევას არ მომხდარა პრაქტიკულად პოლიციელებიც არ იყვნენ და უარესი იყო მეთქი ამას ვამბობ თვითონ უკეთესი ამბავი იყო მე მეთქი ამას კი არ ვამბობ არა მე მაინტერესებს შენ იცოდი ამაზე მოხდა ხადია არ ვიცოდი და ხადია თავარი ამის არანაირი საჭიროებაც არ იყო. შენ ამ პრემიერ-მინისტრი ხარ ზურა ეს რატო გავიწყდე? და არ გითხეს არაფერი. მავიწყდება რას ნიშნავს? მე ჩამოვედი 6 საღამოს
თბილისში საზღვარგარეთიდან დაურეკე სააკაშვილს პირდაპირ აეროპორტიდან უთხარი მეთქი სათხარ მოვალო არა დადიო და შესაბამისად მეორე დღეს დილით ეს ამბავი უკვე მომხდარი დამხვდა არც ვიცოდი ამის